უახლოს დღეებში ვაპირებ ჩავწერო ვიდეო რელიგიაზე. დაახლოებით ასეთი სახელი ექნება. ჯუმა და ხუსვაგიდან ქრისტემდე. მაგრამ არა, ხოდა სანამ იმას ჩავწერ, ძონძღი-ბონძღი შმეგრელებზე მინდა კიდე ერთი მოკლე ვიდეო დავდო და შევთავაზო მათ ასეთი კითხვა. ძონძღი-მონძღი მეგრელებზე ეს არ არის ბოლო ვიდეო, კიდე იქნება რამოდენიმე და ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაცას მოთხრიან, დავაკომენტარებ ხოლმე. თუ ვინმე აკვირდებოდით ან აკვირდებით მათ და გაქვთ საშუალება, ანუ ხართ იმასაკის, რომ გაიხსენოთ რა ვორდინგი ქონდათ შმაფსუებს წინა საუკუნის 80-იანებში. ზუსტად დაინახავთ, რომ ერთი-ერთშია. ოღონდ აფხაზური სიტყვა ჩაანაცვლეს მეგრულით. რომელიღაცა ადვოკატმა ახლა ვერ გავიხსენებ სახელ და გვარს და არც არის წესით საჭირო, იმიტომ რომ კი გამოიწვია ეს ირაკლი ბუკია ვითომ დებატებზე, მაგრამ ვერაფერი იმ დებატებში ისეთი ვერ უთხრა, რომ ბუკია ჩაექვესკნელებინა. არა და წესით საერთოდ არ უნდა ედებატო ბუკიასნაირებს, იმიტომ რომ მაქსიმუმი ბუკიასნაირებისთვის არის ზუსტად დებატები. ამ დებატებით ისინი რაც უფრო მეტ ადამიანს მოიზიდავენ, რომ თავიანთი სისულელეები ასმენინონ, თავიანთი რუსობები ასმენინონ. და ეს არის მათი მაქსიმუმი, იმიტომ რომ ომი მეგრელების სეპარატიზმისთვის ვერ მოხდება. რუსეთი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ამდენი გაქაჩოს. ამიტომ უბრალოდ ჭყიპინებენ და რო დასრულდება კოცები ეცენის დასრულდებიან. როდესაც ვამბობ, და იმ ადვოკატთან რო ქონდა ეს ვითომ დებატები, არც ერთის მოსმენა არ იყო რეალურად სასარგებლო, ის ადვოკატის ვერაფერ ძლიერ არგუმენტს და კონტრარგუმენტს ვერ ეუბნებოდა. და ეს ბუკია ამ ადვოკატს ეკამათებოდა იმით, რომ აიო ქართველები როგორ ცუდად ექცეოდნენ აფხაზებს, როგორ უჩაგრავდნენ აფხაზებს ენას, ისე გვიჩაგრავთო ახლა მეგრელებსო და იგივე, ანუ იქითკენ მიყავდა, რომ სავარაუდოდ რა იგივე გინდათო, რომ ჩვენგან მიიღოთო, რაც აფსუებისგან მიიღეთო, აფხაზებს ეძახის ოღონდ იმათ. მოკლედ, ერთი-ერთი ის ნარატივები და გარდა ამისა, მე ამას გავუსვი უკვე ერთხელ ხაზი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა წაგიკითხოთ, ზუგდიდებმა დამიწერა კომენტარი იმ ვიდეოს ქვეშ თუ რომელიღაცა პოსტის ქვეშ ზუსტად ახლა არ მახსოვს, მე ეს კომენტარი ცალკე პოსტად გამოვიტანე. ადამიანი, რომელიც ეს ბუკია ხო აფხაზეთიდანაა, რო კითხო. იყო კიდე ერთი რომელიც გარდაიცვალა და კარგია რომ გარდაიცვალა, კიევში ცხოვრობდა. რაღაცა ის ქონდა იქ მანქანების სამრეცხაო თუ რაღაცა მსგავსი, რომელიც ასეთივე დორბლიანი იყო. შესაძლოა ისიც აფხაზეთიდან ყოფილიყო, კიევში ალბათ ასე მოხდა რუსეთმა რომ გაგვყარა ჩვენ აფხაზეთიდან, ბუკია მოსკოვში აღმოჩნდა, ეს კიევში. და ეს ზუგდიდელი მიწეს ასეთ კომენტარს. ბუკია და მისი ჯგუფი ძალიან აქტიურობდნენ ზუგდიდში, დადიანების ეზოში ყოველ შაბათ-კვირას აწყობდნენ მეგრული სიმღერის კონცერტებს. ძვირადღირებულ ბანერებს ფენდნენ დადიანების ეზოსა და იუსტიციის სახლის ეზოში წარწერით იბჩუათ მარგალურო. სანამ გავაგრძელებ, როდესაც დადიანების ეზო საერთოდ ქოცებმა მაქსიმალურად გამოიყენეს თავისი ქოცური პროპაგანდისთვის, მაქსიმალურად აპიარებენ იმედზე და ყველგან და როდესაც
ვიღაცა გაძლევს იმის უფლებას, რომ შენ დადიანის სასახლეში რაღაცა ჩაატარო, თან ძვირადღირებული ბანერები გამოფინო, ეს აუცილებლად ბიზნეს სასარგებლოა და აუცილებლად კოცების დაფინანსებული თუ არა, კოცების წახალისებით არის გაკეთებული და დაფინანსებული შეიძლება პირდაპირ რუსეთიდან იყოს. მიუხედავად იმისა, როგორც ადრე მაქვს ნათქვამი, რომ შესაძლოა რაღაცა ფონდია, რომელიც ფაქტიურად დასავლურია. ეს იყო სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, როცა დავინტერესდი თუ ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები, აღმოჩნდა რომ არც ერთი ზუგდიდელი არ იყო. ესეც ნიშანდობლივია. ყველა იყო აფხაზეთიდან გადმოსულები. ყველა იყო აფხაზეთიდან გადმოსულები და უმეტესობა სავარაუდოდ იქნება ნარუსეთალი, თვითონ ბუკია ნარუსეთალია. ანუ რუსეთშია ნაცხოვრები და რუსეთიდან იმისთვის ჩამოვიდა თუ გამოგზავნეს, რომ ზუგდიდში ირბინოს და მეგრული ენა დაიცვას. თურმე რუსეთში გაზრდილ ბავშვს მხოლოდ ეს აწუხებს. მეტი სადარდელი მის ცხოვრებაში არ არსებობს, გარდა იმისა, რომ მეგრული ენა თურმე ზუგდიდში იჩაგრება. ეს არის თქვენი პირველი პრობლემა, მეგრულ ენას ვისგან იცავთ ზუგდიდში, ან ასეთ ძვირადღირებულ ბანერების დამზადებას ვინ გიფინანსებთ. ამ კითხვაზე ძალიან ღიზიანდებოდნენ და აგრესიულები ხდებოდნენ. გასაგებია რატომაც ღიზიანდებოდნენ და რატომ ხდებოდნენ აგრესიულები. არავის არ ეპარება ეჭვი. აფხაზეთიდან არის ადამიანი და მისი ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის, რომ რუსეთმა სახლიდან გამოაგდო. ის კი არ არის, რომ რუსეთმა ოკუპირა აფხაზეთი. იმასაც კი არასდროს არ ამბობს, საერთოდ რუსეთს როგორც ოკუპანტს არასდროს არ ახსენებს. არ მიაჩნია რუსული ოკუპაცია პრობლემად. და აწვება იმ ნარატივს, რომ საქართველოს აფხაზეთი იმიტომ დაკარგა, რომ აფხაზებს ენას უკრძალავდა. არა და აფხაზებს რო ენას უკრძალავდა, თვითონ აფხაზებსაც უკვე ძალიან კარგად ესმით, რომ კრემლისტური ტყუილია. და ამ ტყუილით დღეს ეს დებილი ზუგდიდში დადის. დებილია, იმიტომ რომ დებილი რო არ იყოს, ესოდინებოდა რომ ეს ტყუილია, არავინ აფხაზეთში აფხაზურს არ გრძალავდა და თუ რამე პოლიტიკა არსებობდა, იყო ქართული ენის ჩანაცვლებით რუსულის მოშორება. ანუ საბჭოთა საქართველოს ერთადერთი პლუსი, ერთადერთი მხოლოდ ის იყო, რომ სტალინმა მოგცა იმის საშუალება, რომ თუ სადმე რუსული სკოლები იყო, ყველა არა ოღონდ რა თქმა უნდა, მაგრამ რუსული სკოლების რაღაც დიდი ნაწილი გაუქმებული იყო და ეს სკოლები ჩანაცვლებული იყო რა თქმა უნდა ქართულით და ეს რა თქმა უნდა იყოს სწორი. მანამდე იქ ქართული სკოლები იყო, სანამ რუსეთის იმპერია არ მოვიდა აფხაზეთში. რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართული სკოლები და დანერგა რუსული და მერე სტალინმა გვიბოძა იმის უფლება, რომ რაღაცა რაოდენობით ქართული სკოლები დაგვებრუნებინა. იმიტომ რომ სწავლება აფხაზურად აფხაზეთში არასდროს არ ყოფილა. არასდროს ისტორიაში სწავლება არ ყოფილა აფხაზურად. ის ციკვინი, რომელიც კრემლის მსახურებმა აწიეს, რომ ენას გვიკრძალავენო, იყო აწეული იმ ნიადაგზე, რომ რუსული სკოლები გაუქმდა რაღაც რაოდენობით და მათ მაგივრად შემოვიდა ქართული სკოლები. საერთოდ რაღაც რაოდენობით კი არა მთლიანად უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ საბჭოთა კავშირი იყო და მაგას ვინ იზამდა. მაგრამ აი ამ ნიადაგზე აგორდა რეალურად ის წიოკი და არა იმაზე, რომ ვინმე მართლა აფხაზებს აფხაზურს უშლიდა. და როდესაც აფხაზეთიდან გამოგდებულ პანღურით, რუსის ჩექმის პანღურით გამოგდებულ ირაკლი ბუკიას არ აღიზიანებს ის, რომ რუსის ჩექმამ გამოაგდო და პრეტენზია აქვს თბილისთან. აფხაზებს აფხაზურს რატო უგრძალავდიო? თვითონ ირაკლი ბუკია რუსის ჩექმა.
ან უბრალოდ ძალიან დებილი ადამიანი, რომელიც ფულისთვის ნებისმიერ რაღაცას იკადრებს და ნებისმიერ რაღაცას ილაპარაკებს. გავაგრძელოთ კომენტარი. რუსებს ჰქონდათ ასეთი გეგმა, მათ ეგონათ, რომ რამოდენიმე დღეში აიღებდნენ უკრაინას. ხო, ეს ვიცით, რომ 3 დღეში უნდა აიღო პუტინს უკრაინა და 3 დღეში რო ვერ აიღო პუტინმა უკრაინა, ამაში უდიდესი წვლილი, უდიდესი 80% დამსახურება ქართული ლეგიონის და გენერალ კალანდაძესია. ამაზე მაქვს არაერთხელ ნათქვამი. ქართველებმა იქაც ვაჯობეთ ყველას და მტერს პირველ რიგში. შემდეგი მათი გეგმა იყო სამეგრელოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადება. უკრაინას თუ აიღებს, ვერ აიღებს, მაგრამ თუ სავარაუდოდ ქონდა ასეთი გეგმა, რომ უკრაინის აღების მერე აუცილებლად რა თქმა უნდა შემოვიდოდა რუსეთი საქართველოში და საქართველოს დაშლიდა რეგიონებად. შემდეგ აჭარის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადება, აჭარის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადება ჯერ კიდე ასლანას უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა, როგორც ასლანას არ გამოუვიდა აჭარის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადება, როგორც არძიმბას არ გამოუვიდა გამოცხადება, რეალურად არავინ არ აღიარა არძიმბას გამოცხადებული დამოუკიდებლობა ბონძღი პუკინის გარდა და ტერორისტული რუსეთის გარდა, ისევე ირაკლი ბუკიას არ გამოუვა არაფერი. ბუკია და პუკინი როგორ ერთნაირად ჟღერს. თან ამბობდნენ აჭარაში უფრო გაგვიადვილდება, იქ ჩვენი ხალხიაო კი, აჭარაში რო ძალიან ბევრი რუსია, ესეც არის და ვიცით რომ ასეა. ამიტომ ბუკია წინასწარ გამოგზავნეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, რათა სამეგრელოში გაეღვივებინათ მეგრული სეპარატიზმი, ეწეოდნენ აგიტაციას, რომ იჩაგრებოდა მეგრული ენა და მეგრელები, რომ ჩვენ სხვა ერი ვართ და ასე შემდეგ. ეწეოდა და დღემდე ეწევა ამ პროპაგანდას ბუკია და კარგია რომ ზუგდიდ არსებობენ ადამიანები რომელსაც ეს ასე კარგად ესმით. სამწუხარო ამ სეპარატისტულ პროპაგანდაში ჩართულები იყვნენ ზოგიერთი სასულიერო პირები. ზოგიერთი არა, ერთი მთლიანი ეკლესია, ფოთშია ის ეკლესია. რაღაცას ეძახის თავის თავს სიტყვა კოლხს თუ კოლხეთს იყენებს. ეს კოლხეთის და იბერიის დაპირისპირება ერთმანეთთან ამაზეც ცალკე მექნება ვიდეო რატოა ბოლო წლებში ეს კოლხების და იბერების ესეთი დორბლიანი დაპირისპირება ერთმანეთთან Facebook-ში და მოკლედ გადავიღებ ამაზე ცალკე ვიდეოს ახლა რო არ ვილაპარაკო, მერერაზე უნდა მერერაზეც ვაპირებ ლაპარაკს. სასულიერო პირები რომ ჩართული არიან ამ რუსულ საქმეში არაფერი არ მიკვირს, იმიტომ რომ თვითონ საპატრიარქო თავიდან ბოლომდე ემსახურება რუსეთს. საპატრიარქოში თუ ვინმე არის ისეთი ვინც არ აკეთებს რუსულ საქმეს, ესეც ძალიან დიდი იშვიათია და გამონაკლისია. ასეთი ადამიანები მე მგონი 5 წელიც არ არიან, ანუ ერთი ხელის თითებზე ვერ ჩამოთვლი. დღევანდელ საპატრიარქოში. ის რომ ასეთი გეგმა ჰქონდათ რუსებს, ეს ინფორმაცია მიაწოდა სააკაშვილს 400-სკლავიანმა ამერიკელმა გენერალმა. ანუ რაც ახლა დაწერა, რომ უკრაინის აღების მერე საქართველოს დაშლიდნენ და ასე შემდეგ, ეს ინფორმაცია მიშას მიაწოდა ამერიკის დაზვერვის 400-სკლავიან გენერალმაო. ამას წერს კომენტარის ავტორი. თუ დაწერს ამ გენერალის სახელდაგვარს, კარგი იქნება ახლა დღეს ამ ვიდეოს ქვეშ ეს ადამიანი. სანამ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა და მიშა სავარაუდოდ ზუსტად იმისთვის ჩამოვიდა, რომ რაღაცნაირად ხელი შეეშალა აი ამ ყველაფრისთვის
ნუ დღეს მიშა სად არის და რუსებმა ციხეში როგორ ჩასვეს ვიცით მოკლედ არიან ზუგდიდში ადამიანები ვისაც ესმით რომ ბუკია რუსია და ბუკია მტერია ბუკია არ არის ეროვნული ადამიანი ბუკია არ არის პატრიოტი იმიტომ რომ ის რასაც ბუკია ლაპარაკობს და რისთვისაც ბუკია მუშაობს და რაზეც ბუკია მუშაობს არის ანტიეროვნული და საქართველოს დაშლისკენ მოგვიწოდებს ის რომ ბუკია რამდენად შტერია და მის გარშემო ადამიანები რამდენად შტერებიერენ და როგორ დებილ პოსტებს წერენ Facebook-ზე ამაზე რო ვილაპარაკე რომ ქართლის დედას ბუკია არა ბუკიას მეგობრები და სინოდნენ ქართლის დედის ვიზუალს ისეთივე დებილი პოსტი გამოდეს მერე სიტყვა ვაშინერსზე თითქოს სიტყვა ვაშინერსი მხოლოდ მეგრულში არსებობს ეს ტყუილია ვაშინერსი აფხაზურში არსებობს ზუსტად ვიცი და სვანური არ ვიცი და ლაზური არ ვიცი მაგრამ ლაზურში უეჭველი იქნება და სვანურშიც იქნება ანუ პრექართულ ენებში ყველაში არსებობს ვაშინერს პრექართული ენების ფორმის სიტყვა ქართულში ის გადმოვიდა როგორც არგშვენის ამაზე კიდე ცალკე ვილაპარაკებთ ენის სპეციალისტთან ბატონ ბადრი ქუთელიასთან და როგორც ძველი მეგრული ან ძველი მეგრული და ძველი ქართული ერთი და იგივე როგორც ძველ ქართული ღმერთები ჯუმა და ხუსვაგი არა უფრო ნაკლებად ან უფრო მეტად ან იგივენაირად განსხვავდებიან დღევანდელ ქრისტესგან ჩვენ ხო ჯუმა და ხუსვაგის რელიგიაში ვარსებობდით მე ვარსებობდით ელის რელიგიაში დღეს ვარსებობთ ქრისტეში აი როგორც ჯუმა და ხუსვაგის რელიგია განსხვავდება ქრისტეს რელიგიასგან ზუსტად ისე განსხვავდება სიტყვა ვაშინერს სიტყვა არქშვენისგან სიტყვა ვაშინერს იმიტომ ამბობენ რომ მარტო მეგრულში არსებობსო იმიტომ რომ აქვს ძალიან კი არა ესეთი საკმაოდ მისტიური შინაარსი აქვს რაღაცა არაკანონიერია და რაღაცა არ უნდა გააკეთო, იმიტომ კი არა რომ პოლიცია მოვა და დაგიჭერს, იმიტომ რომ ღმერთი დაგსჯის. ამაზეა სიტყვა ვაშინერს. ზებუნებრივი ძალები დაგსჯიან, ამიტომ არ უნდა გააკეთო, ამიტომ ვაშინერს. აფხაზეთში, ანუ ჩემს წიგნში მე დავდგა მანდარინს არის ასეთი თავი ხაჭაპური ქვია ამ თავს. წიგნს კიდე ერთხელ მივაბამ ამ ვიდეოს ქვეშ ვისაც გაინტერესებთ. წინა ვიდეოში, სადაც მივაბი, იქ 50 ადამიანმა წაიკითხა, ვისაც გინდათ ახლა კიდე შეგიძლიათ წაიკითხოთ. განვაახლებ ლინკს. იმ ხაჭაპურში აფხაზ ბიჭს ველაპარაკები, რომელიც მეუბნება ასეთ რაღაცას, რომ ჩემ სოფელში ვარჩეში ძველი სასაფლაო, სადაც ჩვენ ვგრძალავდით ჩვენს გარდაცვლილებს, გატყევებულია, იქ არავინ არ შედის. შედის მხოლოდ ერთადერთი ადამიანი, რომელიც უვლის ბაბუა ჩემის სასაფლაოს და მეტი დანარჩენ საფლავს ვერც კი მიაგნებ ისეთი გატყევებულია. და ახლა ვინც ცხოვრობს ვარჩეში, ანუ ის ადამიანი, რომელიც ბაბუა ჩემის საფლავს უვლის ვარჩეში არ ცხოვრობს, უბრალოდ ვერ ცხოვრობს, იქ არა ცხოვრობენ. და ვინც ვარჩეში ახლა ცხოვრობს, იმათმა სასაფლაოსთვის გამოყვეს სხვა ადგილი, ადრე ჩვენი გვქონდა საყვავილეები, ეგრეთ წოდებული ცვეტოშნა. და ეს ბიჭი მიყვება, რომ იქო ძველი სასაფლაოაო და იქო შესვლა ვაშინერსო. ოღონდ ვაშინერსი კი არ მითხრა, რუსულად მელაპარაკებოდა და ეს ვაშინერსის ანალოგიური სიტყვა აფხაზურად თქვა. და ეს სიტყვა, ამ სიტყვას მე ვერ აგიხსნიო, რას ნიშნავსო ისეთი იდუმალი სიტყვაო, მე თქვი ვიცი რაც არის ეგ სიტყვა, სავარაუდოდ კი არა დარწმუნებული ვარ, რომ ვაშინერსის ანალოგია თქვა. ხოდა ზუსტად აღნიშნული მაქვს ეს ვაშინერსის მომენტი იმ ხაჭაპურში. თავში ხაჭაპური ჩემი წიგნის.
ხო და რასაც ირაკლი ბუკია აკეთებს ვაშინერს და ახლა გეტყვით რატო ვაშინერს. მე ჰეკატეზე რო ვლაპარაკობდი, ჰეკატე და ჰუსვაგზე იმ ვიდეოში ვილაპარაკე გრაკლიანის აღმოჩენაზე. გრაკლიანი არის თბილისიდან რაღაც 40 კილომეტრში. წესით და რიგით კოლხეთს, ანუ ძველ მეგრულ სამეფოს ეს ტერიტორია არ ეკუთვნოდა. წესით და რიგით აქ ქართველები ცხოვრობდნენ, თუ ქართველები როგორც ბუკია და მისი კრემლი ამბობს, სადღაციდან ირანიდან ჩამოვედი და ქართველები რაღაცა სპარსელების ლამის ისინი ვართ გაგრძელება და ამ ტერიტორიებთან არა გვაქვს შეხება. ან თუ ამ ტერიტორიებთან გვაქვს, აი სამეგრელოსთან და კოლხიდასთან არანაირი შეხება არა გვაქვს საერთოდ და არანაირად ცალკე ერი ვართ და მეგრელები ცალკე ერი არიან. ამ დროს მე თვითონ ვარ მეგრელი, არავის არ დაავიწყდეს. და აი ასეთ დებილ მეგრელებს, როგორიც ბუკია საბჭოთა კავშირის დროს, ძალიან ბევრი ნამდვილი მეგრელი ებრძოდა, იგივე სიმონ ჯანაშია მათ ყოველთვის ამხილებდა, კონსტანტინე გამსახურდია მათ ამხილებდა და ძალიან აქვესკნელებდა. დღეს კონსტანტინე ჯანაშიასნაირი მეგრელი ძლიერი არ აქვს სამწუხაროდ, მაგრამ ამ ბონძღებს მაინც მოვერევით. ხო და ხო არ ეკუთვნოდა მთელი ეს თბილისის გარშემო და შიდა ქართლი და ზემო ქართლი და ეს მთელი ტერიტორიები კოლხეთს. რატო იყო ამ ტერიტორიაზე ჯუმას და ჰუსვაგის ტაძრები? რა უნდათ აქ მეგრელ ქურუმებს, მეგრელს ბჭყალებში, იმიტომ რომ ყველაფერი მეგრული პრექართულია. როგორც ყველაფერი აფხაზური პრექართულია, როგორც ყველაფერი სვანური პრექართულია, როგორც ყველაფერი ლაზური პრექართულია და შესაძლოა დღევანდელი ქართული გახდეს როდესღაც პრექართული, ბევრი საუკუნეების მერე. შესაძლოა ენამ ისევ იცვალოს, ისევ განვითარდეს და ასე შემდეგ. ჩვენ რეკორდსმენები ვართ მსოფლიოში დამწერლობის გამოცვლაში, შესაძლოა ეს დამწერლობა კიდე გამოვიცვალოთ როდისმე. აი ასე ვითარდებოდა საქართველო, რომელსაც სხვადასხვა სახელები ჰქონდა ჰალდეადან და ჰერეთიდან მოყოლებული დღევანდელ საქართველომდე და ზუსტად ასე ვითარდებოდა ენა, რომელიც სხვადასხვა ეტაპებზე იყო ლაზური, მეგრული, აფხაზური და ასე შემდეგ და მოვიდა იმ ენამდე, რომლითაც დღეს ახლა მე ვლაპარაკობ. ჯუმა მეგრელი, ისევ ჭყალებში მეგრელი, იმიტომ რომ რეალურად ქართული. ქართველი ღმერთების ერთ-ერთი ღმერთის, რომელიც იმ მომენტში სავარაუდოდ ყველაზე მთავარი ღმერთი იყო კაცის ჰიპოსტასში და ჰუსვაგი იყო მთავარი ქალღმერთი ქალის ჰიპოსტასში, წარწერაზეა აქ. და ის წარწერა გაიშიფრება მხოლოდ ქართული დამწერლობით. ის რომ მეგრული ენა ცალკე რაღაცა იყოს, იმას თავისი მეგრული დამწერლობა ექნებოდა. ქართულით არ იქნებოდა მხოლოდ მისი გაშიფრვა შესაძლებელი. და ის რომ ქართლის ტერიტორიას არანაირი არ კონდეს ნამდვილად კავშირი მეგრულთან და სამეგრელო სამეფოსთან და მეგრულ ერთან, არც ჯუმა იქნებოდა აქ. სახელი ჯუმა დღემდე არის მეგრულ ენაში შემონახული და ჯუმაშხა ნიშნავს ჯუმას დღეს, ანუ ოთხშაბათია ჯუმაშხა და ჯუმაშხა იყო ამ ღმერთის დღე. ასევე ჯუმაშხა არსებობს ჯუმაშხა თუ ჯუმაშხე. ნუ მოკლედ თითქმის იგივენაირი წარმოთქმა აქვს ლაზურში და უბრალოდ ჯუმაშხას გარეშე ქვია სვანურში. და უცებ იგივე ღმერთის ტაძარი და იგივე ღმერთის ქურუმები იყვნენ აქ, თბილისიდან ორნაბიჯში. რატომ? იმიტომ რომ ყველაფერს, რასაც ეს გამოშტერებული შმეგრელები ლაპარაკობენ, არის რუსული დებილობა და რუსული ზღაპარია.
ისეთივე რუსული დებილობა, როგორც ლენინმა შექმნა უკრაინა, ისეთივე რუსული დებილობა, როგორც საქართველოს საბჭოთა კავშირამდე არ არსებობდა, არასდროს არ იყო ერთიანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომ საქართველოს გაერთიანებას მხოლოდ საბჭოთა კავშირმა შეუწყო ხელი, თუ ძალიან პირიქით. ამიტომ ირაკლი ბუკია ჯუმა დაგსჯის. დღეს არა ჯუმაშხა გუშინ იყო. გუშინ უნდა გადამეღო ეს ვიდეო. დღეს ხუთშაბათია. ხო და რასაც შენაკეთებ ვაშინერს, იმიტომ რომ ჯუმა ისეთივე ღმერთი იყო აქ თბილისში, როგორც იყო მთელ სამეგრელოში, სვანეთში და ტრაპიზონამდე, იმიტომ რომ ლაზების ღმერთიც იყო. ანუ ყველაფერი და ყველა სიპრე ქართულის. ეს არ იყოფა. და ირაკლი ბუკიასნაირი შლეგები, ბეცები, ერის მტრები, რუსები ვერ გაყოფენ. ვერასდროს ვერავის ვერ გაუყვია საქართველოს ერთიანია დღის დასაბამიდან თუ დასაბამის დღიდან და ერთიანი იქნება მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ხან რუსეთი წაგუგლიჯს რაღაც ტერიტორიას, ხან ხან ესეთი რაღაც გამოსცირებული შლეგები აღმოცენდებიან, როგორც იყო არძიმბა, თუმცა ბუკია არძიმბაზე ბევრად უფრო შლეგია, არძიმბა ბევრად უფრო განათლებული ადამიანი იყო და არძიმბას განათლება თბილისში აქვს მიღებული, ბუკიას განათლება მოსკოვში აქვს მიღებული. ცოტა ძალიან სიბონძღეა, აი უძალიანესად სიბონძღეა. და ბუკია არ ჩამოსულა ძალიან ბევრი ისეთი ოჯახი, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციის მერე რუსეთში გაიქცა და იქ შეაფარა თავი, 2008-ში ჩამოვიდა, იმიტომ რომ ვერ აიტანა ის, რომ პუტინი თავს დაესხა საქართველოს. ბუკია მაშინ არ ჩამოსულა, ეს არ აღელვებდა 2008 წელი. მერე ჩამოვიდა მაშინ, როდესაც ქოცები დაგვეუფლნენ და დაგვაჯდნენ თავზე იმისთვის, რომ რუსული საქმე უნდა აკეთოს. როდესაც ვამბობ შმეგრელები და შმაფსუები, აუცილებლად თან, ანუ ქართველები და ღრუზინები. ღრუზინები, შმეგრელები, შმაფსუები არიან რუსები, ანუ დამახინჯებული წარმომადგენლები თავისი საზოგადოების. შმეგრელები არიან დამახინჯებული რუსი მეგრელები, ღრუზინები არიან დამახინჯებული ქართველები, შმაფსუები არიან დამახინჯებული აფსუები და სამწუხაროდ უმეტესობას გონია, რომ წესიერი აფსუ არ არსებობს. გეტყვით და თავს ვდებ, პასუხისმგებელი ვარ ამ სიტყვებზე, რომ აფსუებში შმაფსუა ნაწილი პროცენტულად ზუსტად იმდენივეა, როგორც მეგრელებში შმეგრელები, როგორც ქართველებში ღრუზინები, ანუ როგორც მთლიან ერთიან საქართველოში ქოცები. ესენი ყველანი არიან ქოცები. შმაფსუები, შმეგრელები და ღრუზინები არიან ქოცები. და ქოცები რო გასყდეს ამ ქვეყანაში არის 10%. და ყოველთვის იმიტომ გამოზდის ამ კანალიზაციის მძღნერს აკოთება, აყვავება, ამოტივტივება და ამოჩქეფა, რომ ამას ხელს უწყობს რუსეთი და ეს ყველაფერი არსებობს რუსულ ფულზე, რუსული მხარდაჭერით და დუგინისნაირი ფილოსოფიის და ფილოსოფების ზურგზე ცოცხლობს. ხო და ეს ყველაფერი ვერ გვაჯობებს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გვაჯობებს, მე პერიოდულად მათზე მაინც ვილაპარაკებ. ირაკლი ბუკია, რასაც შენაკეთებ ვაშინერს და ჯუმა დაგსჯის. და რატომღაც მგონია, რომ როდესაც შენი დასასრული მოვა და შენი პოლიტიკის დასასრული მოვა,
იმ დღეს ჯუმაშხა იქნება. მომავალ შეხვედრამდე. ან ჯუმაშხა თუ არა, იქნება კვირა. იმიტომ რომ კვირა არის მზის დღე. და ჯუმა იმ გრაკლიანის წარწერაზე წარწერა ასეთია ჯუმა წერტილი ხუსვაგ და ხუსვაგს მოყვება დიდება და ეს იმას ნიშნავს რომ ქვესკნელი დასრულდა მზე ამოვიდა და სიკეთე მოვიდაო და ეს წარწერა ყოველ დილას გამოქონდათ ქურუმებს გათენებაზე და ნუ იმას ნიშნავდა რომ ღამე ასოცირებული იყო ქვესკნელთან რო აი გათენდა ქვესკნელი დასრულდა გათენდა ხალხო ვიხაროთ შევუდგეთ დღის საქმეებს ხო და ან ჯუმაშხა იქნება იმიტომ რომ ჯუმა მოგხედავს ან კვირა იქნება იმიტომ რომ ხუსვაგი ჩაგაქვესკნელებს მომავალ შეხვედრამდე